რომ შეუქმნათ ეკონომიკური აქტივობის პირობები, სწორედ ხედვა, რომელიც პირველ რიგში გაეხმარება რომ ჩვენ თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 2012 წელს ქართული უტყუარი და რო იტყვის იმას შეასრულებს, მეტი მსყიდველობით უნარი ექნება და რაცაც იტყვის იმას შევასრულებ და გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე შრომელებიც სავსე უბანი. აქ ადამიანებს მართლაც აქვს სერიოზული სურვილი იყვნენ ეკონომიკურ აქტიურობაში ჩართული. თბილისის ერთ-ერთი დიდი მოსახლეობა სწორედ აქ ცხოვრობს, მაგრამ მათ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზების. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები სწორედ პირველ რიგში ამას ვპირდება. ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ქვეყნის მიმართებაში გვაქვს გავაცანით, ასევე ამირან გიგუაშვილმა, რომელიც მე დღეს წავადგინე ამ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად, მან თავისი ხედვა დადო თუ კონკრეტულად აბუბნის განვითარებას როგორ ხედავს. ძალიან საინტერესო ხედვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ, რომლის განხორციელება დარწმუნებული ვარ შესაძლებელი იქნება იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი დემოკრატები მოვართ ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა რეალურად რომ გაჩნდეს საშუალო ფენა. საშუალო ფენა სჭირდება, რა თქმა უნდა, მიკრობიზნეს და მცირე ბიზნესს ხელი შეუწყოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ადამიანებს გაუჩნდეთ რწმენა, რომ ხელისუფლება არ მიატოვებ. სწორედ ესეთი რწმენა მინდა გაუჩნდეთ თავისუფალ დემოკრატებში. ჩვენ აი ესე დავდივართ უბან-უბან, ვსწავლობთ პრობლემებს, მაგრამ ამავე დროს პირდაპირ უკვე ვაძლევთ, მეუბნებით ჩვენი გამოსავლის ხედვას. სწორედ ეს იყო დღეს ჩვენი შეხვედრის მიზანი გდანელებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი დემოკრატები აქ გამარჯვებას მოვიპოვოთ. პირველი ინიციატივა, რომელსაც მე როგორც გდანის 21 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი წარვადგენ საქართველოს პარლამენტში, ეს იქნება გდანში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, სადაც დასაქმდება 2000-დან 2500-მდე გდანელი, იმიტომ რომ ეს პროექტი თავისთავად თვითონ იქნება ორიენტირებული სწორედ გდანის ადგილობრივ მოსახლეობაზე. გარდა ამისა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა ის პროგრამული დანაპირები, რომელიც გაცემული აქვს თავისუფალ დემოკრატებს, მათ შორის სოციალური გარანტიები, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფა, მათ შორის მინიმალური ხელფასი, უპირველესად სწორედ გდანელებმა იგრძნონ და გდანელებს გაუმჯობესდეთ თავისი საარსებო გარემო. ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბრიდან გდანის ეს რაიონი კონკრეტულად, რომელი ოლქიდანაც მე ვარ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატების, უკეთესი ცხოვრების, უკეთესი ეკონომიკის მაგალითი მთელი ქვეყნისათვის.